ალას რაღაცა უნიკალური თვისება აქვს, რომ ისწავლოს ანბანი, ქართულადაც და ინგლისურადაც მიაყოლა თავისით. ისწავლა ციფრები, თვლა, შემდეგ ვთქვათ ეს ერთეულებიდან ათეულებში გადავიდა, ეს ათეული და უკვე პრინციპს მიხვდა ასეულებში და ათასეულებში და ბოლოს ნულები მიყიდეო მომთხოვა. და არ ყოფნიდა ნულები რა, ციფრები აქვს სათამაშო. ხო და მახსოვს ერთხელ რო არ იყო მანდარინები დავულაგე ესე და მე ვთხარი ეს მრგვალი მანდარინები მეთქი ნულების მაგირო დაალაგეთ, ხო მილიონი დაეწერა. და მე ვუყიდე, ნულები მოუტანე და წერს ხოლმე ესე ხან მაცივარზე მიაკრავს მაგნიტებით, ხან უკვე ხელითაც წერს, აი ესე უჭირავს კალამი და ესე წერს, თავის სახელს წერს. 3 წლის ბავშვი. 2 წლის იყო უკვე ანბანი იცოდა. ეხა ინდიგო თაობაა და დიდადაც არავის არ უყვირს თითქოს ეს ამბავი, მაგრამ არ ვიცი, აი უყურებ ბავშვს და თავისით რა. ძალით არავინ არ ასწავლის იმას, რამეს, მას აინტერესებს, მე გეკითხება, მე ჩაქრთავს ამ ამბავში, გეუბნება, რომ ის 5-ს მივუმატოთ 2 არის 7, 7-ს მივუმატოთ 2 9, მე 900 11 და ნუ მოკლედ გადადის და ბოლოს 3200-ს მივუმატოთ 3200 და 6400 და რაღაცები. თან ანგარიშობს კალკულატორი ისწავლა. ხო, ანუ ტექნიკაც თავისებურად, ანუ მოკლედ თაობაა რა ესეთი. მე მინდა რომ მე მუსიკა ისწავლოს და ანუ საშემსრულებლო ხელოვნება თქვა დაუკრას. იმიტომ რომ ეს ტვინს ანვითარებს და ასე შემდეგ. მინდა რომ რაღაცა სპორტი, ყველაფერი ერთად და მე უკვე სადაც თვითონ მოუნდება იქ წავა. თეატრში რომ მივიყვანეთ რეპეტიციაზე, ეს იყო ხანუმას რეპეტიცია, გალამ უყურა, მოვკვდა სიცილით, რაღაცა ნუ გაგიჟდა ბავშვი, ესე მოეწონა ერთი სცენა, ხანუმას და კოტეს სცენა არის, სადაც რაღაცა კულისებში შევარდება ეს კოტე, იქ რაღაცა ინგრევა ყველაფერი და ტაშტების და ქვაბების ხმა არის და რაღაცა. ბავშვმა ისე აღიქვა აბსოლუტურად, როგორ თქვა რა, ლოგიკურად ეს სცენა, რომ მოვკვდას ხარხარით. მთელი თეატრი გადაირია, ყველა უღებდა გალას, ყველა უყურებდა გალას. ეს ამახო შეამჩნია, რომ ყველა გალას უყურებდა, მე მამიკო რატო დგას ის მამიკოს რატო ეჩხუბებაო ის ქალიო, ქაბატომ ეჩხუბება. გალა ამოვიდა სცენაზე. და დამყვება ახლა. მთელი რეპეტიცია ისე გავიარე, აღდგენითი რეპეტიცია იყო, ისე გადარბენითი რა, ახლა ესე რომ რეპეტიციებზე ბავშვები არ დაგყვავს ჩვენ, რა თქმა უნდა, მაგრამ იყო ისეთი ვიხსენებდით სპექტაკლის ტექსტებს უბრალოდ. გალა დამყვება და ეჩხუბება ქაბატოს, რომ მამიკოს თავი დაანებდა, ატირდა და მე ავიყვანე ხელში. ანუ იმდენად გძნობიარე და იმდენად ბუნებრივი ტიპია რა, აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს ყველაფერს, მაგრამ თეატრის რეალობაში ყველა იჭრება. ტელევიზიაში რომ ხედავს, სერიოზულად არ უყურებს მაგ ამბავს. მაგრამ თეატრის სცენაზე რომ ნახა, დაიჯერა, რომ მე მართლა ვჩხუბობდი, რომ მე მართლა მეჩხუბებოდნენ. ანუ ეს თეატრი არის ჯადოსნური რაღაცა რა. და ბავშვი შემოვიდა შიგნით და ჩაერთო საქმეში. მაგარი, აი დედას ფიცავა რა. მაინც ვიტყვია ეს რაღაცას რა. თუ კი რამე ჯადოსნობა დედამიწაზე არსებობს, შე ხო ვიყვარს რაღაცების შექმნა, გამოგონება, გავჭყილება, გალამაზება. აბა ეს თუ არ ქენი, ყველაფერი რეალური თუ არის, სისულელეა ცხოვრება, ხო? უნდა შეფუთო, ტელევიზიაც ხო ეს არის, რომ მოჭრი, მიაკერებ, გალამაზებ, მარტო კარგს დატოვებ, რაღაცა ისეც, რაც ამაღელვებელია და რაც არის აღმაფრთოვანებელი, ხო? ხელოვნებაც ხვასია, როგორც ტელეხელოვნება, ასევე თეატრო. აი ეს არის ჯადოსნობა რა და განსაკუთრებით თეატრი არის ჯადოსნობა, იმიტომ რომ რაც არ უნდა შენ იცოდე, რომ მოხვედი და უყურებ კონკრეტულ შენს ნაცნობ მსახიობს ან ცნობილ მსახიობს სცენაზე, შენ გავიწყდება ყველაფერი და შენ უცბად იჯერებ იმ მოცემულობას და შენ სხვანაირად ღელავ, ანუ იცი ეს ყველაფერი და მაინც გემართება. აი ეს რომ გემართება, რომ იჯერებ ამ ეს არის ჯადოსნური პროფესია. ამაზე ჯადოსნური პროფესია მე მგონი მეორე არ არის. ვაკეთებ პროფესიული მასტერკლასის ვიდეო პროექტს, რომელიც მოიცავს ცნობილი ქართველი მსახიობებისა და რეჟისორების მიერ ჩატარებულ ვიდეო მასტერკლასებს. აქ არიან ისეთი დიდი ხელოვანები, როგორიც არის, თქვათ, რობერტ სტუროა, მურმან ჯინორია, ზურა ყიფშიძე, გოგა პიპინაშვილი და ამის გადაღებებს მორჩი ახლა და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგანაც რა თქმა უნდა, რაც მქონდა მოფიქრებული, ჩაფიქრებული, ის მივიღე გადაღების პროცესში. ახლა გადავდივარ პოსტ-პროდაქშენზე, ეგრეთ წოდებულზე, რომელიც შეიძლება მაყურებელმა არ იცის, ანუ მონტაჟის პერიოდზე და ძალიან მალე ჩვენს საზოგადოებას შევთავაზებ ახალ პროექტს. ეს არის სიახლე და სხვათა შორის ექსკლუზივი, რაც ახლა მოვყევი.
არ მიყვარს ეგ სიტყვა ექსკლუზივი თუ რაღაცა ტრაბახს გავს, მაგრამ გიყვებით ჩემს სიახლეს. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ მინდა რომ მომავალმა თაობამ პროფესიული კუთხით ამ დარგის წარმომადგენლებისგან, ვისაც აინტერესებს მსახიობის ოსტატობა, მხატვრული კითხვა, რეჟისურა, აი ამ დიდი ხელოვანებისგან მიიღოს რაღაც გამოცდილება, თავისი გამოცდილების გაზიარება, ცოდნის გაზიარება, პროფესიული კუთხით და არა რაღაცა ინტერვიუები და ამბები მოყოლილი მხოლოდ ქართულ თეატრზე და კინოზე. არა, მხოლოდ და მხოლოდ პროფესიულ ჭრილში. დიდი მადლობა მინდა უთხრა ამისთვის ჩვენს კულტურის სამინისტროს და რომ არა მათი ძალისხმევა და რომ არა ჩემი არხის ტელეკომპანია იმედის ერთობლივი ძალისხმევა, ალბათ ესე მარტივად არ გამოვიდოდა ეს ამბავი. მარტივი ისედაც არ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მადლობა მინდა უთხრა მხარდაჭერისთვის კულტურის სამინისტროს და ტელეკომპანია იმედს. იმედის YouTube გვერდზე დაიდები.